გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მესამე ეპიზოდი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ნოდარ კაპანაძე, სტატისტიკოსი. გამარჯობათ ბატონო ნოდარ. მადლობა რომ გვეწვიეთ. მეგობრებო, ესე არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ძალიან დიდი სტიმული არის. დღეს შევეხებით დემოგრაფიას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ რაღაც საგნობრივი განხილვა გვექნება. მოდი ჯერ დემოგრაფიით დავიწყოთ და მერე ასოცირების ხელშეკრულებაზე გადავიდეთ რა. კი ბატონო. ხა რა მაინტერესებს იცით, აი საქსტატის მონაცემებით 2023 წლის საქართველოს მოსახლეობა იყო 3.700.000-ზე ოდნავ მეტი. დღევანდელი მოცემულობით არის 3.900.000-ზე ოდნავ მეტი. ეს ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს და იმიგრაციასთან არის დაკავშირებული რა და აი ჩვენ მაგალითად ეთნიკური ქართველები ვცირდებით ჩვენ ქვეყანაში. ვერ ვიტყვი. არ არის ეგრე? აი მაგათ 2017 წლის სტატისტიკით 53,000 ადამიანი დაიბადა და 2024 წელს სადაც 43,000 რა. ეს რამდენიმე რაღაცა შეეხება სხვადასხვა მაჩვენებლებია სახავს. 2017 წლის მონაცემები ეს არის მიმდინარე სტატისტიკის მონაცემები, ხოლო 2024 წლის ეს მონაცემები ბოლოს რაზეც არის საუბარი, ეს არის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ და ტარდება იმიტომ, რომ მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვა მოსახლეობის დემოგრაფიულ მოსახლეობის მოძრაობას ზუსტად ვერ აღრიცხავს. აქ არის სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება სახეზე მყოფი მუდმივად სახეზე მყოფი მოსახლეობა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერას აქვს ესეთი კრიტერიუმი. მუდმივად წასულად ითვლება ის, ვინც ერთ წელზე მეტი ხნით არის წასული საქართველოს ტერიტორიიდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ხოლო მუდმივად ადგილზე მყოფ მოსახლეობად ითვლება ის, ვინც ბოლო 1 წლის მანძილზე მუდმივად იყო საქართველოში. ხოლო მიმდინარე დემოგრაფიულ სტატისტიკაში გარდა შობადობის და სიკვდილიანობის ეს რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. სიკვდილობა უფრო მაღალია ვიდრე შობადობა. მაგაზე კიდე ცალკე ამბავია. ამას ემატება აგრეთვე საზღვროს კვეთის მონაცემები, რომლის საანგარიშო პერიოდი არის 6 თვე + 1 დღე. და აი ეს რაღაც გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წელია ძალიან მაღალი მობილურობით გამოირჩევა. ეს ამ საანგარიშო პერიოდებს შორის განსხვავება 10 წლის განმავლობაში გროვდება. და შემდგომ მოსახლეობის აღწერა ამ დაგროვილ განსხვავებას ერთად აფიქსირებს და შემდგომ ხდება ეხლა 2024 წლის აღწერა რომ ჩატარდა 2014-2024 წლიან პერიოდში ამ მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვის მონაცემებს შესწორება მოხდება რა. ეს აუცილებელი რამე არის. აღწერის ჩატარება ამიტომ არის აუცილებელი. აღწერა არის დემოგრაფიული სურათი მოცემულ მომენტში, აღწერის ჩატარების მომენტში. ეხლა აღწერა, როდესაც ტარდება, აქ ბევრი სხვადასხვა წყაროები და მოწმდება ეს მონაცემები. ერთი არის აღწერა უშუალოდ აღმწერები, რასაც დააფიქსირებენ და მერე ხდება გადამოწმება სხვადასხვა წყაროები და ამ მონაცემების და ამიტომაც არის, რომ აღწერის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივნისში. ანუ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდა აღწერა, საველე სამუშაოები მაგ დროს იყო. და შემდგომ 25 წლის განმავლობაში მიდიოდა ამ ბაზების შეჯერება, გაწმენდა, დამუშავება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა შობადობას და სიკვდილიანობას. შობადობის მაჩვენებელი, მოდი ახაც ვთქვათ, რომ ორ სხვადასხვა მაჩვენებელს ასახელებენ ხოლმე და ერთი არის ესეთი რეპროდუქციული ასაკის ქალების გამშობიარობის სიხშირე, საშუალო fertility rate ქვია ამას. ეს არის შობადობის მაჩვენებელი, ოღონდ ეს არის fertility rate. ანუ ეს მაჩვენებელი ერთი ქალი რამდენ ბავშვს შობს საშუალოდ რა. საფერტილური ასაკის. ეს არის fertility rate და ეს ცალკე მონაცემია. მაგრამ სხვა მონაცემია შობადობის მაჩვენებელი 1000 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ანუ
ესე პრომილებში იზომება შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორივე 1000 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და მე მაგალითად ანალიზისთვის ამ მაჩვენებელს ვიყენებ ყოველთვის, იმიტომ რომ ეს fertility rate, ანუ მშობიარობის მაჩვენებელი დავარქვათ ამას პირობითად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო მაჩვენებელია, მაგრამ ეს თვითონ მოსახლეობის დემოგრაფიულ სურათზე შობადობის და სიკვდილიანობის შედარებისთვის ეს მაჩვენებელი არ გამოდგება. რა ხო კლებაში მივდივარ. ახლა ვეკითხით რა ტენდენციები გვაქვს. ტენდენცია გვაქვს არც თუ ისე საუკეთესო. 2020 წელს შობადობას სიკვდილიანობის მაჩვენებელმა გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს. Ну, მაშინ ეს რაღაც პანდემიებს და რაღაცებს დაბრალდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ მას მერე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელზე მეტია. ანუ ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ბუნებრივი მატება არ ხდება. ეხლა აღწერის მე რომ გადაანგარიშება მოხდება მოსახლეობის შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ არსებითად არ შეიცვლება, ვინაიდან შობადობის და სიკვდილიანობის აღრიცხვა საკმაოდ ზუსტად ხდება და ზუსტად ხდება და პრობლემა აღარ არის. ეხლა 90-იანებში იყო მაგალითად შობადობის აღრიცხვის პრობლემა და სიკვდილიანობის აღრიცხვის პრობლემა, მაგრამ ეხლა ეს აღარ ხდება. ანუ ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაქვს კარგი. ეხლა ეს არ არის ენდემური საქართველოს მოვლენა. ჩვენს ირგვლივ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ნუ უკრაინაზე აღარაფერს არ ვამბობ, იქ საერთოდ კატასტროფა ხდება. ევროპაშიც. ნუ ევროპაში რა თქმა უნდა. ევროპა ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი არის სწორედ აი ამ იმ პოლიტიკის, რამაც ეს გამოიწვია. და სამხრეთ კორეაშია განსაკუთრებით დაბალი კიდევ შობადობის მაჩვენებელი. ლიბერალური იდეოლოგია. მოკლედ ეს ყველაფერი გამოიწვია ამ აღვირახსნილმა child free პოლიტიკამ. დაგვირდით აი რით არის ჩვენი საინფორმაციო სივრცე რითაა გაჯერებული. ამას ნუ ახლა მე განათლებების რეფორმაზე ვლაპარაკობ და პიროვნების მოდალური ტიპი, ანუ სამაგალითო ადამიანი ვინ არის? არის მრავალშვილიანი დედა რაღაც ესეთი არა? სპორტსმენები ალბათ. ხო, სპორტსმენი ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ ის სპორტსმენიც კარგი სამაგალითო ადამიანი რატომ არის? იმიტომ რომ ფულს შოულობს. წარმატებულია. ზოგადად წარმატებულად ითვლება მხოლოდ ფულის მშობებელი ადამიანი. მატერიალური მომენტი კი. კი, ჰედონისტური რამეა რა. და ამისი შედეგი არის სწორედ აი ეს მთელი ეს ფემინისტური, გენდერული, შმენდერული ეს ყველაფერი რა. აი ამ მთელი ამ პოლიტიკის შედეგი არის ეს. გარდა ამისა, მე მაგალითად ამას დაუკავშირებდი კიდევ, ეხლა აქ უბრალოდ გადაცემაში ვერ გაჩვენებ, მაშინ მე შემიძლია გამოგიგზავნოთ. და შეგიძლია სტატისტიკის საიტზე შეხვიდეთ და ნახოთ კრიმინალური სტატისტიკის მონაცემები. და შემდგომ ნახოთ ქორწინების და განქორწინების მაჩვენებლები, დემოგრაფიული სტატისტიკის მაჩვენებლები. მას მერე რაც ეს ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი მიიღეს, ნუ ძალადობა არსად არ არის მისაღები, არც ოჯახში, არც ოჯახის გარეთ, არც სტადიონზე, არც სახინკლეში და თქვენ წარმოიდგინეთ ზოოპარკშიც არ არის მისაღები. 3000 პატიმარი არ დით მაგაზე. 3000 არა მეტი. მეტი 5000 ადამიანია ციხეში. ხო, ნუ მოკლედ გასამართლებულთა რაოდენობა თუ შეხედავთ, მოკლედ გასამართლებულთა რაოდენობა 2014 წლის შემდეგ იწყება ესეთი აღმავალი, ციცაბო ტრენდია აღმავალი და შემდგომ უკვე რაღაც პლატო არის 2022 წლიდან დღემდე რა. ანუ რაღაც აი ამ დონეზე გაჩერდა ყოველწლიურად საშუალოდ ამდენი ადამიანი. შემდგომ თუ შეხედავთ მჟავრდებულთა განაწილებას სქესის მიხედვით 90%-ია მამაკაცი. აქედან გამომდინარე, შემდგომ თუ შეხედავთ ქორწინებების სტატისტიკას, ქორწინებების რაოდენობა არის დაღმავალი ტრენდი. განხორციელება ხო და ეს კიდე ცალკე ამბავია. და ხოლო შემდეგ თუ შეხედავთ განქორწინებების სტატისტიკას, ეს არის მკვეთრად აღმავალი ტრენდი. და ბოლოს
ყველაზე ბოლო მონაცემი რაც გვაქვს 2024 წლის მონაცემი განქორწინებების რაოდენობა შეფარდებული ქორწინებების რაოდენობასთან არის 64%. ეს არის კატასტროფა. ანუ ყოველი 3 ქორწინებიდან 2 თავდება განქორწინებით. ეს კატასტროფაა ნამდვილად. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მე ამას ყველაფერს მაინც განათლების პრობლემას და აღზრდის პრობლემას უკავშირებ. ვინაიდან ეს არის, ყველა თავის გოგონას დის პრინცესად, ვაჟს დის პრინცად, მე ეს ორი დეგენერატი ხდება ერთმანეთს. რამის დათმობა, მეტყვი ერთი პრინცია, მეორე პრინცესა პროფესიულ შეურაცხყოფად მიაჩნიათ და პირველივე შეციებაზე ქორწინება და პირველივე სიმხურვალეზე, ესე ვთქვათ, განქორწინება რა. და ესე მთავრდება და ეს ამის შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდებ. ეს იდეოლოგიური პრობლემაა. ეხლა მაგათ წინა გადაცემაში საუბრობდი მე ამას. აი 90-იან წლებში შობადობა უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს არის. და ეხლა აფრიკა რო აიღოთ ყველაზე გაჭირებული კონტინენტია, ხო? იქ ზრდა არის, ხო? იცით ყველაზე მაღალი შობადობა როდის იყო? როდის? ომის შემდეგ. ხო. ხო, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულისხმობს. ხო, რა თქმა უნდა, დიდი სამამულო ომის შემდეგ, ჩემთვის დიდი სამამულო ომია. ხო, და აფრიკაში ახლა ყველაზე გაჭირებული კონტინენტია შობადობა, იქ ზრდა არის. იმიტომ იმათთან იცით რა არის, როდესაც თქვენ აქ სულ ინტერნეტში ცხოვრობ ფაქტიურად, ტელევიზორი, ეკრანებით გარშემორტყმული ხარ და მთელ ამ ნარატივებს, child free და სხვა ნარატივებს ისმენ. ხარ ამ პროგრამის გავლენის ქვეშ, ხოლო თუ რაღაც კონგოში ან სამხრეთ სუდანში ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯუნგლებში ხარ, ხო? ტყეში. იქ ამ ნარატივების გავლენის ქვეშ არ ხარ და იქ ხარ ბუნებრივ პირობებში რა. და ადამიანის ერთ-ერთი ბუნებრივი ინსტინქტი არის გამრავლება. ეხლა მაგალითად აი ჩვენთან რომ მე პირადად ვიცი ეხლა მაგალითად აი ქრისტიანული ანუ რელიგიური ოჯახები საერთოდ არ უხით, მაგრამ მრავალშვილიანები არიან. მე ვიცი ადამიანი რომელსაც დიდრები არის, მაგრამ მაქსიმუმ 1-2 შვილი. ამდენად. ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ თავის მოტყუებაა ის, რომ დაბალი შობადობის მიზეზი არის ეკონომიკური მდგომარეობა. ზუსტად რომ არის. ძალიან არაპოპულარული სიტყვა ეს რომ ძალიან ბევრი ვერ ხვდება ამას და როგორ არ მე იძახიან ხა ადრესიან გადაცემს რო ვისაუბრ მე რაღაც დავდევიდეო და ამაზე რამოდენიმე გამოხმაურება იყო რომ ხალხს ცუდ ვერ აქვს ეს წარმოდგენილი რომ ანუ ეკონომიკაზე როგორ არაა დამოკიდებული. ეკონომიკა რა თქმა უნდა კავშირშია, მაგრამ თავარი პრობლემა არის ეს იდეოლოგიური მენტალური სტატისტიკას რო გადავხედოთ ეგ ევროპა ხო ბევრად ისეთი კონტინენტია ხო აფრიკაზე ანუ ეკონომიკურად განვითარებული მაგრამ იქ მინუსში მიდიან ხო აქ ზრდა არის ძალიან სერიოზული პრობლემაა ხო და ჩვენთან სხვათა შორის შობადობის მაჩვენებელი ჩვენთან მართალია დაბალია მაგრამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ეს აზერბაიჯანში არ არის მაღალი არა თქვენ წარმოიდგინეთ აზერბაიჯანზე მაღალია ჩვენთან შობადობის აი მერიდიანული ასაკი რო ავიღოთ 1000 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეხა შეიყო, მანამდე ხო არ იყო ესე. აზერბაიჯანში ჩვენზე გაცილებით მაღალი იყო შობადობა რაღაც 10 წლის წინ. ამიტომაც მედიანური ასაკიც და საშუალო ასაკიც აზერბაიჯანში ჩვენზე დაბალია. დაბალი 22-23 წელიწადში, თან 38. მაგრამ ეხლა მოცემულ მომენტში შობადობა აზერბაიჯანში შალა, ანუ? კი, ბოლო წლებში წამოვიდა მკვეთრად დაბალი. თქვენ წარმოიდგინეთ თურქეთში იგივე სურათია. სომხეთშიც ისეთივე სურათი. სომხეთში დაახლოებით ერთნაირია შობადობის დონე ჩვენთან და სომხეთში. აი მე სტატისტიკის რაღაც წიგნი მაქვს წაკითხული, ოღონდ არის გამოშვებული რაღაც 2000-ში აღმასო ზუსტად. იქ ეწერა რომ ანუ ეთნიკურად სომხი და აზერბაიჯანები ჩვენთან უფრო მეტი იბადებიან, ვიდრე ეთნიკურად ქართველები. ეს ახლა შეცვლილია, ანუ ეს ისა? ეს როგორ არის, იცი? პროცენტულად გულისხმობს. მარნეულში რაიონების მიხედვითაც არის შობადობის მაჩვენებელი. მარნეულში, გარდაბანში და სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები უფრო ბევრი ცხოვრობენ, შობადობა შედარებით მაღალია. მაგრამ ასევე ძალიან მაღალია აჭარაში შობადობა. ანუ ხოლო სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში სადაც ძირითადად სომხები არიან უმეტესობა, ხო? იქ არც მაღალია შობადობა. ეხლა ბოლო მონაცემებით
ხა შეიცვალა ეს. მაგრამ აი შობადობას და სიკვდილიანობა შორის განსხვავება, რაჭაზე არაფერს ვამბობ, რაჭა-ლეჩხუმზე იქ სრული კატასტროფაა. და დეპრესიულ ზონაზე, კავკასიონის მთიან რაიონებზე, ჩრდილოეთ ნაწილზე საქართველოსი, ძალიან მძიმე მდგომარეობაა იმერეთში. შობადობის დემოგრაფიული თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. მძიმე მდგომარეობაა ქართლში და ქართლში. ყველაზე მეტი აჭარაში ან ხო? ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აჭარაში. დეგრადიცია განპირობებული. ალბათ რელიგიური ფაქტორი. შეიძლება რელიგიური ფაქტორით, მაგრამ თლათ რელიგიური ფაქტორით ახლა იქ ან თიან აჭარაში უფრო მეტია. კი. ვარ ბათუმშიც მაღალია. თბილისშიც მაღალია საკმაოდ შობადობა. მაგრამ თბილისის შობადობა მაინც უფრო რეგიონებიდან მოკლედ შობადობის მაჩვენებელი რეგიონებიდან ჩამოსულების ხარჯზეა რა. იმიტომ რომ საქართველოში არის მიგრაციის ორი ძირითადი ვექტორი. ერთი არის სოფლებიდან ქალაქებისკენ ვექტორი, ცენტრისკენული ვექტორი და მეორე არის ცენტრიდანული ვექტორი, ანუ საზღვარგარეთ მიგრაცია. მიგრაციული განწყობები საზოგადოებრივ არის ძალიან მაღალი. და რა იწვევს ამ მაღალ მიგრაციულ განწყობებს. მე მაინც ყველაფერს ისევ საერთოდ არ უნდა წახვიდე, აუცილებლად მიხვალ განათლების სისტემამდე. განათლება და აღზრდა იწვევს პირველ რიგში ამას, რომ რაღაცა ისეთი განწყობით იზრდება ადამიანი რა, და ისეთი განწყობა აქვს და არის პოპულარული, რომ კარგად არის მდგომარეობა სადღაც იქ და აქ არაფერი არ ვარ გადა. უკაცრავად, მაგრამ იქ რომ მიდიხარ, სადაც მიდიხარ და ძირითადად ეს არის ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, რატომ გონია რომ შენ იქ ვინმე გელოდება ჯერ ესეთი, ხო? არ ვიხა იქ რამდენად 64 ეგ ცალკე ოპერაა, მაგრამ რატომ მიდიხარო დაემყნო ვიღაცის შექმნილ კეთილდღეობას, ხომ? შენ რომ იქ დაემყნობი, ჯერ ერთი იქ ვინგელოდება. პირველი. გელოდება მუშად მაქსიმუმ სამომხმარებლო. და მეორე ეს შენი არის? ის შენი არ არის, ხო? და შენი რაც არის, ამას აქტოვებ, ხო? და აი ესეთი თეიმურაზ ხევისთავური და დადუნა ხომერიკის სტუმრების განწყობას ვეძახე მაგას ნუდარ-დუმბაძის ნუგეშინია დედა წაიკითხეთ რუბრიკით გადაიკითხეთ ბუმბერაზე კლასიკოსები და იქვე შენიშნა ბემურაზ კლასიკოსებში არაგერიოთ ხშირად ერევათ ხოლმე აი დადუნა ხომერიკის სტუმრები რა რომლებისთვისაც იქ სადღაც არის 64 რა და იქ უნდა წავიდეთ რა ჩვენ ეს რწმენის დონეზეა ბევრი რა ამერიკული ოცნება როგორც და ეს მიგრაციული განწყობები ძალიან მაღალი არის. რაც შეეხება იმას ცენტრისკენულ განწყობებს, არის ურბანიზაციის ძალიან მაღალი ტემპი და თუ ახლა მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივა თქვა. მათ შორის ერთ-ერთი არის განვითარების ასლიანი პროგრამის შემუშავება და განხორციელება, რაც არის ძალიან დიდი ამბავი, მე ამას დავარქმევდი სიმეტრიული განვითარების პროგრამას, როდესაც განვითარების სიმძიმის ცენტრი პერიფერიებში უნდა იყოს გაატანელი და ეს ურბანიზაციის ტემპი შენელდეს როგორღაც. ვინაიდან ეს საქართველოს დემოგრაფიულ კატასტროფას უხადის მომავალ 20-30 წლის განმავლობაში. Ამას მე არ ვამბობ, ამას ჩემზე გაცილებით უფრო დიდი სპეციალისტების კვლევებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა ეს იყო ესეთი დიდი სპეციალისტი ჩეზარე ლომბროზო, რომელმაც დაწერა იტალიური ქალაქების დემოგრაფიული ჩაატარა იტალიური ქალაქების დემოგრაფიული მდგომარეობის კვლევა და დაასკვნა ესეთი რამე, რომ ქალაქის მოსახლეობა იზრდება მიგრაციის ხარჯზე ხოლო დემოგრაფიული კვლავ-წარმოების რესურსი ქალაქში გაცილებით დაბალია. ეხლა ჩვენთან მოსახლეობის 60% ცხოვრობს ქალაქებში და დედაქალაქში ცხოვრობს თითქმის მესამე. დაახლოებით ასეთივე კატასტროფული პროპორცია არის მაგალითად პერუში, დაახლოებით ასეთივე კატასტროფული სიტუაციაა სომხეთში.
ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო მაგალითად ბრიტანეთში და მაგათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მარტო ლონდონში განვითარებული ბრიტანეთი არ ქონოდათ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს იმისთვის რომ ეს ადმინისტრაციული სამრეწველო და სხვადასხვა რესურსები გაეფანტა მთლიანად ბრიტანეთის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ჩვენთანაც ხო სოფლის სოფელი უფუნქციოდ არის ხო ჩვენთან დატოვებული სოფლის განვითარება არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარება ეს არის ერთ-ერთი მაგრამ არა ერთადერთი სფერო რა ეხლა მანქანების კანონი რო შემოიღეს მაგალითად 6 წლამდე აქ ხო ყველა მოყრილი ვართ დედაქალაქში ხო ეს დეცენტრალიზაცია თუ მოხდება ეს მანქანებიც ხო დაიცლება ხო სადღაც 200.000-მდე ტაქსი გადაადგილდება თბილისში ხო ნუ ეხლა მოხდება ამის სადაც არის მოკლედ რაღაც გამომუშავების რაღაცის შანსი მიდის ადამიანი სულად ბუნებრივია და ამიტომ პერიფერიებში უნდა შეიქმნა შესაძლებლობები. მე ამას ვეძახი, რომ განვითარების სიმძიმის ცენტრი უნდა იქნას გაატანილი პერიფერიებში. ხო, ერთ-ერთი გადარჩენის ერთ-ერთი შანსი არის რა. აი კეთის რა მაინტერესებს, აი სალების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 78 წლამდე, კაცებში არის 79 წლამდე. აი ეს რა კიდე კარგად ვარ ხალების ხელში. ესე თან ისაა, რა ქვია, კაცები უმცირესობაში ვართ 52% ხალია და 48% ხალია. ეს ბუნებრივი პროპორცია, თუმცა შობადობის დროს, აი 0-5 წლამდე 0-5 წლის ასაკში ბიჭები მეტი იბადებიან. იმიტომ რომ მამაკაცი მაინც ესეთი მაღალი რისკის ჯგუფია. მამაკაცი შეიძლება დაარქვა, რომ ეს ბავშვობაში გადარჩენილი ბიჭია რა. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ და იმუნიტეტი და შემდეგ მაგაზე ჩემზე კარგად ექიმები ვილაპარაკებენ, მაგრამ საერთოდ ესე არის, მამაკაცი არის მაღალი რისკის ჯგუფი, უფრო ბევრი სხვადასხვა რისკი ემუქრება მის სიცოცხლეს, ამიტომ ბუნებრივი არის, რომ იბადებიან უფრო მეტი, მაგრამ შემდგომ უკვე ზასულ ასაკამდე უფრო ნაკლები ახსენს მამაკაცს, იმიტომ რომ მამაკაცი შეიძლება გაცილებით ძლიერია ფიზიკურად რაღაც, მაგრამ ნაკლებად გამძლეა. იოლად იმპროვება. ამიტომაც ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა ეგ ყველგან ეგრეა. ხო არა ეგ ვიცი ხო რა თქმა უნდა ხუმრობი ვთქვი და ის რა მეინტერესებს ეხლა მაგალითად ჩვენთან მიგრანტები ვინც ჩამოდის ყველაში ანუ არის შრომი ანუ ასაკი ამათი არის 15-დან 64 წლამდე რა ვინც ანუ შრომითი ასაკის ხალხი არის რა და ეხლა პრემიერმა ხო განკარგულობი 1 მარტიდან აეგზალებათ ამ გლოვოზე ვოლზე ეს რაღაცეებზე ამ ხალხს რა მუშაობა რა და ეს მე ერთი მხრივ ხო ეს პრობლემა არის რომ ჩვენები მიდიან ხო სამუშაოდ მაგალითად უცხო ქვეყანაში იმიტომ რომ აქ ეს მიგრანტები იაფი მუშახელი არის ხო და ამასთან ერთად მიგრანტი ჩამოდის ქვეყანაში ანუ ადამიანი მიდის და ეს ხო რაღაცა ეგრე პრობლემაა მე პრობლემა მოგვარდება ეხა ამით ხო პრობლემა არის რა თქმა უნდა მაგრამ მეორე მხრივ ახლა ეს პრემიერის ეს განკარგულება გასაგები რამეა და ნუ ახლა ეგ საკუთარი შრომის ბაზრის დაცვა ჩვეულებრივი ისტორია ხო მაგრამ მე ამ განწყობების ავტორებზე მე პატრიოტებს ვეძახი რომლებიც ახლა მე მაგ პატრიოტებს მაგალითად ერთ კითხვას დავუსვავ რომლებიც იძახიან ფაბრიკა ქარხნებში ინვესტიციები და ასე შემდეგ ეს რაღაცა ხო არის ეს გზნებარე სიტყვებით გამოსვლა რომ უყვართ ხოლმე მოდით ახლა საქართველოში ჩვენ გავხსნათ რაღაც დიდი ქარხანა რაღაც აი 30,000 კაცი რო ჯერდება რაღაც ესე და მომიგროვე მუშახელი საქართველოში ამ 30,000-იანი ქარხნისთვის ამას არ ჭირდება არც მენეჯერი არ ჭირდება არც ბიზნეს ადმინისტრატორი არც ჯვარიაქაურობას და იურისტი არც ფსიქოლოგი ამას ჭირდება ზეინკალი ხარატი დურგალი კალატოზი ხურო და ესეთი ადამიანები რა რომლებიც კონკრეტულ რაღაცებს აკეთებენ და მომიგროვეთ თქვენ ახლა 30,000 კაცი ამ ქარხნისთვის არა პრობლემა მარტო 30,000 კაცი შეიძლება მოვიდეს რომ დაეძახო არიქა ვიღებ 30,000-ვე დირექტორად მოვა სრული ექნება ხო დირექტორობის
ხო არა ეგეც განათლების პრობლემამდე რა მივდივართ თქმა უნდა ისევ იქ მივდივართ რაც არ უნდა დაიწყო კუდანი კლინ ვეზე კლინ თუ როგორც არის ხო ფესვებიდან უნდა დავიწყოთ რა პრობლემაა და ეს განათლების ანუ ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემაზე გადაჭრის გზებზე ეგ არის რომ გადაჭრის გზები უნდა იყოს განათლებიდან უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა ეს არის პირველი ეს პრობლემა ხო გვაქვს ჩვენ და ეხლა ამის გადაჭრის გზებზე თუ არ ვიფიქრეთ ხო ჩვენ ხო ანუ კატასტროფამდე მივიღოთ რასაკვირველია განათლების რეფორმა რაზედაც მთავრობამ დაიწყო ლაპარაკი ეს არის უპირველესი საქმე ეხლა შეიძლება ბევრმა თქვას რომ დაგვიანებულია ნუ ახლა დაგვიანებული იქნება ყოველთვის ეს რა თქმა უნდა დავიწყოთ ეხლა დაგვიანებ თუ არ გავაკეთოთ არა რა თქმა უნდა ეს ამას თუ არ გააკეთებ უბრალოდ გარანტირებულად გადადგურდები ჩვეულებრივად აიწოვები 8 მილიარდიან პოპულაციაში კაცობრიობის და ეს სამეთ ეხლა აი აფხაზეთში სამშობლოში იქ როგორია დემოგრაფიული და ეთნიკური მდგომარეობა ეთნიკური მდგომარეობა ეხლა ბოლო ინფორმაცია მე არ მაქვს მაგრამ აფხაზეთში ეს აფხაზეთის სამშობლო აქ არ შედის ხო არა აფხაზეთში ყველაზე მეტი ეხლა პროცენტულად როგორც ვიცი რაღაც 100,000-მდე არის ეხლა აფხაზეთში სამშობლო მაგერეთ არანაკლებია რა ქართველებიც ხო არანაკლებია ყველაზე მეტი არიან აფხაზები თუ ახლა სომხებმა გადაუსწრეს მგონი რაოდენობით აფხაზები კლებაში მიდის ეგ ხო ვიცი და არიან ქართველები ხო ნუ ახლა ეგ აფხაზები ვისაც ვქვიათ ქართველები არიან მაგალითად კაპანაძე რო აფხაზი ქვია ახლა შეგნები იქ გადაკვეთებული აქ ახლა თავრობაში ვინც არიან მეგრელები არიან ახლა მეტი გადაკეთებული ხო რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავს ვინც ეძახიან ესე არის ყველაზე მეტი ახლა მე მგონი სომხებმა გაუსწრეს თუ არ თუ უკვე ძალიან ახლოში არიან და მესამე ქართველები არიან რა სომხები უფრო მეტნი არიან ქართველებს სომხები ცოტა მეტი არიან კი ქართველებს ხოლო ნუ ახლა აქეთ ცხინვალში აქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა ხალხი თითქმის არაა დარჩენილი ძალიან ცოტაა რაღაც სულ 20,000 თუ რაღაც ეს ზუსტად არ ვიცი რა მონაცემები ნუ ოსები ქართველები ახლა მე სიმართლე გითხრათ ოსებს მე 80-იანების ბოლოს რა სანამ ეს სიზულელეები დაიწყებოდა რას დაიწყო მანამდე მე ოსი ისეთივე ქართველი მეგონა როგორც ყველა სხვა და მე აღმოჩნდა რომ თურმე სხვათა შორის ესე სახელდახელოდ მომზადებული იყო ეს კონფლიქტი. ოდნავი დამშვიდება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კონფლიქტი თითქმის მოგვარებული იყო 2001 წლის 2001-2002 წლის პერიოდისთვის. ნუ შემდგომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ისევ აღმოებულა. ერთადერთი ქრისტიანული ისა ეთნოსი არის ჩერკასიაში, რომელიც შენარჩუნებულ რა თქმა უნდა, ახლა მაგალითად რომ ეძახიან რაღაც დიდი გეოპოლიტიკური მოაზროვნეები და ამ დროს ავიწყდებათ რომ აქ დიდი თურანის პროექტი რომ არსებობს ესეთი პროექტი და ეს არავის გამოგონილი არ არის ეს რეალურად არის და რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იყო სამარყანდში ჩატარდა თურქულენოვანი ქვეყნების სამიტი მონაწილეობდა თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და დახედეთ არ გინდათ ეს დეტალური პოლიტიკური რუკა გლობუს დახედე და საკმარისია დაინახო რომ 303 არის ცხოვრების ამზეიმზე სრულიად ზედმეტი ჩვენ სომხები და ოსები კი ხო არა კი ბატონო ეგრეა ხოდიცა მოდი გადავიდეთ მაშინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ეს ძალიან საინტერესო თემა არის და თქვენ ხართ ალბათ იმ 3 კაცში 60 კაცში ვისაც ეს დაკითხული აქვს 432 მუხლი არის ხო და ყველა თავისი 18 დანართით ხო აი ეს მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით 2010 წელს დაიწყო მე 2013 წელს დასრულდა მე 2013 ივლისში დასრულდა 2013 წლის ნოემბერში პარიფირება მოხდა და 2014 წელს ხელი მოეწერა და 2016 წელს ძალაში შევიდა აქ ხო პირდაპირ წერიან ხელშეკრულებაში ანუ აღიარებენ ჩვენ სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და აი რა მაინტერესებს აქ იცით აი სუვერენიტეტს სანამ გადავოთ აი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით როგორ არის აქ ასოცირების ხელშეკრულებაში არ მაგათად ევროკავშირში ჩვენ თუ შევედით ან ჩვენ ორ რეგიონს ოკუპირებულ რეგიონს რა სტატუსები ექნებათ და აი როგორ არის ეს ამასთან დაკავშირებით რა ხდება და თუ წერია არაფერიც არ წერია მაგაზე მოდი დავიწყოთ იმით რას ელოდება ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირისგან
მაგრამ მანამდე მოდი ჯერ იმით დავიწყოთ. ახლა ამასთან დებატებში ვიყავი. და ეგ დაიწყეს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომ მოსახლეობის 85% ამბობს, რომ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. 95. 95. არა, ვაფშე ვიძახე, სისულელია. არა არის სისულელი. ეს ადრინოდნელი კოლეგია. არა, ახლა შეიძლება იყოს, არ არის ეს პრობლემა. იმიტომ მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ მე ჩამიტარებია გამოკითხვა. პირველ კითხვაზე გინდა თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება? კითხვის ფორმულირებაც გააჩნია. ხო, რაღაც ესეთი. გაქვს თუ არა სურვილი საქართველოს გაწევრიანდეს ევროკავშირში? 85% არის დადებითად განწყობილი ამ ამბის მიმართ რა. 85% ამბობს, რომ მინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ეს არის პირველი რეაქცია. თუ კი სკალპელი ცოტა გაქექავ ამას. ამოდები კითხვას კიდე დავუსვამ. მაგალითად ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელი LGBT დღის წესრიგით. ეს მოთხოვნილი ხო არის? ეხლა მე აქ რაზედაც ვლაპარაკობ ხოლმე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ეს ამაზე გამოკითხვას ვერ ჩაატარებ, იმიტომ რომ ახლა მოსახლეობას ამას ვერ აუხსნით თუ რას ნიშნავს ეს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და რას ნიშნავს თანაბარ პირობებში ევროპული და ქართული კომპანიების შაყენება და რამდენად განვითარების პერსპექტივები, კი ძალიან ესეთი რამეა. ამაზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლასაც აზრი არ აქვს რა. ამიტომ ეკითხები აუცილებელი LGBT დღის წესრიგით, აუცილებელი LGBT დღის წესრიგით ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ხარ თუ არა? 85% ჩამოდის 12%-ზე. ანუ პირობებს რომ გააცნო. შემდგომ არის კიდე მეორე ღმერთი. რელიგიის, ესე იგი ორი პოსტასიანი ღმერთი აქვს. ერთი ევროკავშირი და მეორეა ნატო. ხო იყოს ნატო აქაურობას ესე. კი, ხახული სტიკერები არის გააკრული. და ნატოში გაწევრიანების მომხრეც არის 85%. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ერთი და იგივე ხალხი. კი, რა თქმა უნდა. ხო. 85% ნატოში გაწევრიანება გვინდა, მაგრამ მე თუ კიდე ახაც გაქექავს სკალპელით და დამაზუსტებელ კითხვას დაუსვავ. თუ კი დადგება დღის არჩევანი, ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატო? რა თქმა უნდა 99% არა. 12%-ზე ირჩევს ნატოს. კი, მე პირადად ყველას ვისაც ვეკითხები, ყველა მაგას იძახა, ლიბერალი, ბოლოს ლიბერალები ისიც დაძე გეუბნება ტერიტორიას. ხო და ესეთი რამეა. ანუ ეს ახლა ის რაც ითქვა იმ დებატების შესავალში, ის კვლევა, ის მართალია, კი? ოღონდ პირველი რეაქცია ხა, როდესაც ეკითხები ადამიანს ხა ევროპაში გაწევრიანება, ჩვენთან ხო ჯერ რა მოიტანა თვითონ ამ ხელშეკრულების დადება და მთელი ეს ყველაფერი, ახლა ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ. ეს ყველაფერი ახლა არც 2000 წელს დაწყებულა, არც 2003 წელს დაწყებულა სალგეული ამხანაგები როგორც ქვია რა. ეს ყველაფერი დაიწყო გასილებით ადრე 60-იან წლებში, 60-იანების ოქროს ახალგაზრდობის პერიოდში. აი, ნოდარ დუმბაძის ნუგეშინია დედა წაიკითხეთ და დადუნახ ამერიკის სტუმრების შემადგენლობას და მათ ქცევას მიაქციეთ ყურადღება. ეს არის 60-იანების ოქროს ახალგაზრდობა, რომელიც ახლა ღვაწლმოსილ მოხუცობას ცდილობენ, მაგრამ ძირითადად მაინც ხსოვან ლაწირაკებს ვეძახი. მოკლედ მე ესე ვეძახი ყოველ შემთხვევაში. ეს ის ხალხი არის, რომლებიც მათთვის 60 სადღაც იქ იყო, ეს კინოებით მოაზროვნე ხალხი. მეც ესეთი ვიყავი 80-იანების ბოლოს და ჩემი თაობის ხალხიც ახლა ამ უზარმაზარი ინფორმაციული წნეხს რომ გაექცე, შეუძლებელია უბრალოდ. ეხლა ვერ გაურბიან ამ ხელ ინფორმაციის წყარო და მაშინ. რასაკვირველია, ეხლა მაშინ მიზანმიმართული ინფორმაცია იყო და ეხლა არის ინფორმაციული ღვარცოფი. აქედან რომ გაარჩიო რა არის მართალი და ტყუილი, აქ ამას თელი მეცნიერება ეს. ხო და ეს ყველაფერი დაიწყო იქედან. დაიწყო კინოებით ვაზროვნებდით რა. და ჩვენ ახლა ჩემ თაობასაც და ჩემზე უფროს თაობასაც წარმოგვედგინა ეს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კინოებით. თუმცა იმ კინოებში და კარგად ჩანს რაღაცეები, თუ კარგად დააკვირდები.
მაგრამ ჩვენის თაობა ვართ, რომელიც ოთარ სეფიაშვილის განმარტებას ილუზიონის წინ რო ლაპარაკობდა მკინოების ახსნაზე, ამას არ უსმენდით ჩვენ. და ჩვენ ველოდებოდით კინოს დაწყებას. თორემ თუ კარგად შეხედავ მაგალითად ეხა ფელინის და საერთოდ ამ იტალიელი რეჟისორების გენიალურ ფილმებს 50-იანების 60-იანების ფილმებს იქ ძალიან კარგად ჩანს სოციალური ყოფა იმ პერიოდის ევროპის სოციალური ყოფა თუ კარგად დააკვირდებით ჰოლივუდის ახლა ძალიან ისეთ პროპაგანდისტულ ფილმებზე არ ვლაპარაკობ ამერიკული პროპაგანდის ფილმებზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ჰოლივუდის ნორმალურ ფილმებსაც თუ დააკვირდებით იქ ძალიან კარგად ჩანს ამერიკული ყოფა სოციალური ყოფა რა. ახლა მე თუ ისე იმავე რუბრიკას დაუბრუნდებით, გადაიკითხეთ ბუმბერაზე კლასიკოსები და ბემურაზებში არ შეგეშალოთ. წავიკითხავ ჯონ სტეინბეკის ძვინვარების მტევნებს მაგალითად, რობერტ პენუორენის მთელი სამეფო ამალა, ზოგი მხედრი დრაიზერის ფინანსისტი რო თეოდორ დრაიზერის ფინანსისტი ოჰენრის მოთხრობებს თუ წავიკითხავთ ნათანიელ უესტის მთელი მილიონი ანუ ლემუელ პიტკინის ასო დააქნა და თუ წავიკითხავთ გაყალბები და ყველაფერი ილია ელფის და ევგენი პეტროვის ერთსართულიან ამერიკას რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ უბრალოდ რა და ეს ყველაფერი იქედან მოდის ხოლო 80-იანების ბოლოს ამან უკვე რელიგიის სახე მიიღო თითქმის რელიგიის რანგში ავიდა რწმენის რანგში ავიდა ეს ყველაფერი და ყველა ვთვლიდით ჩვენ მე მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს 80-იანების ბოლოს ნარატივი რომ აი გაეროში რომ შევალთ გვეშველება. და გაეროში შევედით როგორც აი მარათონის ველიდან გამოგზავნილი ალენსრბოლი რომ მივიდა ათენში გავიმარჯვეთო დაეძახა და დაეცადა მოკვდა ადგილზე. 42 კილომეტრი და 195 მეტრი შეუჩერებლად ირბინა და ესე აი ესე მალენსრბოლივით შევედით გაეროში და დავეცით პირდაპირ იმასთან რა კარი ზღურბთან. ხო და დაახლოებით ასევე არის ეს ევროკავშირში გაწევრიანებას და ნატოში გაწევრიანებას. მაგიტომ არის ეს 78 მუხლიც ახლა ეგ მაგის ინერცია არის ეს დიდ სისტემებს საერთოდ ინერცია ახასიათებს. ეს პროცესი დაწყებული იყო ძალიან ადრე დაწყებული იყო ამან რაღაც ფორმები შეიძინა უკვე 2000 წლების ბოლოს და ინერციით მივიდა ხელმოწერამდე მაგრამ რას გვირდება ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრს არ აქვს წაკითხული ეს რაღაც აი ამბერკარ მართლაც 60 კაც ექნება თუ შევხედავთ ეგეთ რამეს რას ელოდება ხალხი ევროკავშირის ბოდიში თუ კასრავთ რა ძალიან მაინტერესებს უბრალოდ ეს მომენტი რომ აი ტერიტორიულ მთლიანობასთან ეს ხო პრობლემა ის ხო იურიდიულად როგორ უნდა არაფერი არ არის ხალხი ელოდება ევროკავშირისგან სამთავარ რამეს ეს არის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ეს არის უსაფრთხოების გაუმჯობესება მანჩადის ტერიტორიული მთლიანობის ამბებიც და შემოსავლების დასელოდება ხო შემოსავლების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უსაფრთხოების ასე ვთქვათ უზრუნველყოფა ეხლა უსაფრთხოებას რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობაზე და კონფლიქტებზე და უსაფრთხოების საკითხებზე არის მხოლოდ და მხოლოდ ახლავე გეტყვით გაკვირით არის საუბარი მხოლოდ ეს არის მეორე კარის მეხუთე და მეშვიდე მუხლები გველაპარაკება ამაზე მაგრამ როგორი მომრგვალებული ფორმულირებებია ეცით აი რომ ნებისმიერ ვალდებულებას რო ისხლიტავს არსად არ არის ეს შენ ტერიტორიის ორი რეგიონის სტატუსი ამაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი ეს ასოცირების ხელშეკრულება ეს არის წევრობასთან მიახლოების ხელშეკრულება ანუ წევრობაში შეიძლება კიდევ ვალდებულებები დაგემატო თორემ დაპირებებს არც არ მოგცემი ეხლა თუ გადახედავთ ამ ხელშეკრულებას 432-ვე მოხსნო წაიკითხავთ ნახავთ ერთ რამეს რომ დაპირებები არის ძირითადად აი დეკლარაციული ხასიათის რა ყველაფერ კარგს გაუმარჯოს, ყველაფერ სულს არ გაუმარჯოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ვალდებულებები არის ძალიან კონკრეტული აქ და ახლა. აქედან მე გამოყოფდი რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ეს არის ერთი არის ვაჭრობა და ვაჭრობის საკითხები, მეოთხე კარი მთლიანად. რომელიც არეგულირებს ევროკავშირის ქვეყნებს და საქართველოს შორის ვაჭრობას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ევროკავშირთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე შესვლის გადასახადს არ გადაერთოს. მოსაკრებელი ხო ეგ. კი, რა თქმა უნდა.
ერთადერთი პროდუქტი, რომელიც მეორე დანართში, მეორე A. მთელი დანართი ქვია, მაგრამ ერთადერთი ჩანაწერი არის, რომ უბაჟო სატარიფო კვოტას ექვემდებარება მხოლოდ 220 ტონა ნიორის შეტანა საქართველოსთან ევროკავშირის ტერიტორიაზე. დანარჩენი პროდუქტების ჩამონათვალით მეორე დანარჩი არის A, B, C და D დანართები, სადაც მოცემული არის C დანარჩი მოცემული არის მაგალითად ის, რომელიც გაყალბების საწინააღმდეგო შემოწმებას ექვემდებარება და მოკლედ შეტანა შეგიძლია ოღონდ გაყალბების საწინააღმდეგო ამას ღონისძიებების შემოწმებას ექვემდებარება და იქაც ძალიან სასაცილო რიცხვებია 4000 ტონა ხორცი, 5000 ტონა კვერცხი და რაღაც ესეთი რამები. ხა ერთი ოჯახისთვის ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მომართებ არაფერი არ არის. ხო. რაც შეეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, მეოთხე კარის მეოთხე თავი არეგულირებს ამას, ეს პირდაპირ საზღვრავს იმ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შენი პროდუქცია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე იქნას დაშვებული. და შემდეგ ეს ზომები და ეს ნორმები ისეთია, ფასიც იზრდება მე. ხო, რა თქმა უნდა, ეს სტანდარტები ისეთია, რომლებიც აუცილებლად იქაური ლაბორატორიების უნდა იყოს დადასტურებული. ანუ ინსტიტუციურად მთლიანად ხარ მიმული იმ ინსტიტუციურ გარემოზე. შენთან არანაირი ინსტიტუცია არ არის. შენ შეგიძლია რაღაც ლაბორატორია გახსნა, მაგრამ ჯერ იმა უნდა დაგიმტკიცოს, რომ ეს ლაბორატორია ნამდვილად არის ის, რაც საჭიროა. სტანდარტებს თუ შეესაბამება, ხო. ხო. მე ავიღე მე და არ დავიზარე და HS კლასიფიკატორის 6 ნიშნა კოდების დონეზე დავიყვანე აი აქ მოცემული მთელი პროდუქცია, რომელიც ზოგი რა ერთი პროდუქტია მარტო, რომელიც ესე იგი უბაჟო სატარიფო კვოტის რაღაცას ექვემდებარება, ეს 220 ტონა ნიორი. დანარჩენი არის შეიძლება შეიტანო ოღონდ გაყალბების საწინააღმდეგო მას შემოწმებას ექვემდებარება, ეს რაღაც მთელი ეს პროდუქტები. ავიღე ყველა ეს მათგანი და ნახე მე ექსპორტ-იმპორტის მონაცემები. ეს არის ორი წყარო არის რა, ერთი არის ფინანსის სამინისტროს საიტზე. სადაც არის როგორც ფინანსური, ისე ფიზიკურ განზომილებებში და არის როგორც ქვეყნების, ისე ქვეყნების და პროდუქციის მიხედვით HS კლასიფიკატორის იგივე 11 ნიშნა კოდების დონეზე, ნუ 6 ნიშნას დაიყვანოს. აღმოჩნდა მე ესეც საინტერესო რამე. აი ამ პროდუქციის რაც არის აქ მოხსენიებული ამ წირვაში რა, ევროკავშირულ წირვაში მოხსენიებული ყველა ეს პროდუქციის ექსპორტი საქართველოსთან ევროკავშირში მაქსიმუმი იყო 2018 წელს მთლიანი ექსპორტის 2.6%. ეს იყო მაქსიმუმი. 99% თითქმის არის DST-ს ბაზრებს. ნუ ეგეთი რეალობაა. ხო. და მეორე კიდევ, ნუ ახლა ჯერ იმ ბაზრების საკმარისი პროდუქცია რამდენად იწარმოება ჩვენთან ეს ერთია და მეორე კიდევ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ჩინეთთანაც. და არ გონია საქართველოს თურქეთთანაც ხომ თურქეთთან ეს კატასტროფაა. თურქეთთან შეიძლება თურქეთი ახლა თვითონ მნიშვნელოვანი მწარმოებელია, მაგრამ მე არ გონია სამხარო ბაზრის დანამატი ვარ. მე არ გონია რომ შენ საქართველოში ისეთი რაოდენობის პროდუქცია აწარმოო, როგორც არ უნდა განვითარდეს შენთან ეკონომიკა, რომ ჩინეთის ბაზარმა ის ვერ აეთვისოს. ანუ ეხლა 90-იან წლები რო გავიხსენოთ, ეხლა 1400-ზე მეტი ფაბრიკა ხარხანა, სამრეწველო ხარხანა არსებობდა ჩვენთან და სადღაც 400 მილიონი ტონა პროდუქცია გადაიზიდებოდა. სარკინიგზო და ეხლა არის სადღაც 10000 ტონა, რომ ხელა ვარდნა არის. ხო, წარმოუდგენელი. ხო, და ჩვენ ხო შეგვიძლია რომ ანუ რესურსი გაგვაჩნია, ხო? და ეხლა ჩინეთი თქვენ რაც ახსენეთ, ეგ არის, ხო, ჩვენ რამდენიც არ უნდა შევქნათ, ანუ ამის გაყიდვის პრობლემა არ გვექნება რა, თუ სურვილი იქნება, ხო, რა თქმა უნდა. ეს მოკლედ თავარი არის აქ მაინც ის რომ საქართველოს დიდი ხანია ყალიბდება მომსახურების ეკონომიკად. ო, სამხარო ბაზრი დანამატი ვარ ჩვენ. ამავე ხელშეკრულებაში როდესაც ჩვენ ახლა ლიბერალურ ეკონომიკაში ხო როგორა წმინდა ინვესტიციების გარდამოსვლას ელოდებიან ხოლმე ლიბერალები საერთოდ.
ესე არის და აღიარებენ ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატს. ეს აუცილებელი ბიზნესმენი უცოდველი. ბიზნესმა ყველაფერი იცის. ეხა მაგ პანიკაში არ არიან აქ. ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, ოღონდ ეს მერე მოხდება შემდეგ ეპოქაში. შენ აქ და ახლა გეტირება ყოფა, მაგრამ ის მერე მოხდება და დაარეგულირებს. ხო. მოკლედ, ინვესტიციებს რაც შეეხება, აი ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული არის, რომ ინვესტიციები უპირატესობა ეძლევა აუცილებლად ევროპული წარმოშობის ინვესტიციებს. ევროპული წარმოშობის ინვესტიციების ადმინისტრაციად და საერთოდ ინვესტიციების ადმინისტრაცია საქართველოში. ნახეთ ინვესტიციების სტატისტიკა. ასევე არის სტატისტიკის ვებგვერდზე. სტატისტიკის ვებგვერდზე არის ყველა მონაცემი. თუ რამის დახასიათება გინდა, სტატისტიკური ყველაფერი არის. და ეს მონაცემები გვეუბნება, რომ დამამუშავებელ მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში მთლიანი ინვესტიციების რაღაც 5%-ს კი არ მიდის. ჯამურად. ძირითადად მიდის უძრავ ქონებაში, ფინანსურ სექტორში და მომსახურებაში ეს ყველაფერი. და შედეგად ამისა შევძამდით ეროვნული ბანკის საიტზე და ნახეთ საგადამხდელო ბალანსის მონაცემები, რომელიც ასახავს ქვეყანაში მთლიან შეომავალ გამავალ ნაკადებს, არა მარტო იმპორტ-ექსპორტს კი არა, მთლიანად საგადამხდელო ბალანსს ქვეყნისას, რომელიც არის ქრონიკულად უარყოფითი. 2000 წლიდან თუ 98 წლიდან თუ 96-დან იწარმოება მგონი ეს. 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ჯამური კუმულატიური უარყოფითი ბალანსი, საგადამხდელო ბალანსი არის -30 მილიარდი ამერიკული დოლარი. ანუ ეს არის ხარკი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, თუ არისო რესურსი. კი არის, რა თქმა უნდა, რესურსი. მათ შორის ეხლა იგივე სარკინიგზო გადაზიდვები 400 მილიონი ტონა რომ იყო და ეხლა არის ეს ჩამოვარდნილი. ეხლა თუ კი აფხაზეთის მონაკვეთი გაიხსნება და თუ ამას მოლახერხებთ როგორღაც, ხო? სულ თავისუფლად შეიძლება დაბრუნდეს იმავე ნიშნულზე და უფრო მეტზე შეიძლება ავიდეს. ხო? მით უმეტეს რომ ეხლა ამას ემატება უკვე საერთაშორისო გადამზიდავის ფუნქცია შუადერეფანი. ანაკლიის სპორტი ეს არანორმალურად გაზრდის ყველაფერს ამას. მაგრამ იმავე სატრანსპორტოზე რას გვეუბნება ეს ხელშეკრულება? მუხლი 292 პუნქტი B. ჩემი ვისაც არ ჯერა თქვენ ფაქტ ჩეკერებს ვეთქვი განსაკუთრებით რა. კინძურლოგებს. შევბრძანდით საიტზე და წაიგითხეთ მუხლი 292 პუნქტი B. რას გვეუბნება ახლა ეს პუნქტი? ეს პუნქტი გვეუბნება, რომ მხარეები უზრუნველყოფენ ტრანსპორტის სფეროში. წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას, ასევე სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობას და ურთიერთთავსებადობას. რას ნიშნავს ახლა ეს უწყინარი ფრაზა, ინტერმოდალურობა და ურთიერთთავსებადობა, ეს რაღაც ესეთი ამაღლებული ტერმინები. ნუ ახლა ეს რკინიგზის მაგალითს ნიშნავს, მაგალითად იმპერიული სტანდარტის ჩვენი რკინიგზა 15 სანტიმეტრით უფრო განიერი ლიანდაგით უნდა გადავიყვანოთ აი ბორჯოენ ბაკურიანის მონაკვეთი, ეგ არის ევროპული სტანდარტი, ევროპული ლიანდაგით 15 სანტიმეტრით ვიწრო. აი მაგ სტანდარტზე უნდა გადავიყვანოთ ყველაფერი. ხო ანეკდოტურად ჟღერს არა? ამაზე მოთხოვნა იძებნებოდა 2017 წლის ივნისის მდგომარეობით. ივნისის მდგომარეობით ეს მოთხოვნა იძებნებოდა. ეხლა აღარ იძებნება. ამოიღეს? ხო, ახლა აღარ იძებნება. ამოიღეს თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეს რას ნიშნავს? თუ კი მაგალითად, ახლა ამავე ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის საგარეო ვაჭრობის რეგულირება. ის რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ეს 5 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ჩვენ. მუხლი 36, მუხლი 406, მუხლი 408. აი ეს ქმნის აი ამ მუხლებით მოკლედ ასოცირების კომიტეტი იქნება, რომელიც განიხილავს აი ამ მესამე ქვეყნებთან ვაჭრობას და ამ კომიტეტის გადაწყვეტილება არის უკვე სავალდებულო. გაიხსენეთ 2022 წელი. დაიწყო თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენ პირდაპირ მოგთხოვეს, რომ აი სანქციების პაკეტებს სანქციებს მივერთებოდით და უნდა ამოგვეღო ჩვენი საგარეო ვაჭრობიდან რუსეთის ფედერაციამ. მთლიანად.
რაც ნიშნავს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 100%-ით გაუქმებას. ხო. 100%-ია იქიდან თითქმის. იმპორტირებული მცენარეული ზეთის 80%-ია იქიდან, საწვავის 50%-ია იქიდან. შევბძანდით ბატონებო, გინდა ფინანსთა სამინისტროს საიტზე ნახეთ საბაჟო გამბაჟების მონაცემები. შეგიძლიათ შევბძანდეთ Comtrade UN.org არის ესეთი პორტალი, გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებია. მე ამას არ ვიგონებ, ეს დევს ეს მონაცემები, ხო? და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მე მაშინ დავთვალე 2022 წელს, როცა ამაზე დაიწყო საუბარი და მაშინ მთავრობამ მართლა მაგრად დადგა რა. თორე ჩვენთვის იქნებოდა კატასტროფა. იმ წელს ჩვენ ქონდა 10.2% ეკონომიკური ზრდა, რეალურ ზრდაზეა ლაპარაკი ეს. მაგრამ ჩვენ რომ აი ეს სისულელე ჩაგვედინა, მინიმუმ 4%-იანი ვარდნა გარანტირებული ქონდა. 10 და 2%-ის დისმაგირად 4% ვარდნა და უარეს შემთხვევაში 14%. მაგრამ ჩვენ იმნაირი მატროსოვები ვართ, რომ ყველაზე უარეს სცენარს რა თქმა უნდა მაგას მივახსენებთ, 14%-იანი ვარდნა. ყველაზე უარეს შემთხვევაში. ხო? შეიძლება მოხდება. ხო და აი ეს მოთხოვნაც კი იძებნებოდა და თუ კი ეს მოგთხოვეს თავის დროზე რომ ესეთი თვითმკვლელი გადაწყვეტილება მიგეღო, რატომ არ მოგთხოვენ დავუშვათ ეხლა და ჩtildeოთ სამხრეთის დერეფადის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი არის საქართველოს თავისი რკინიგზით. და თუ კი მუმბაიდან იმამდე იძახა. ჩაბახარის პორტი, სომხეთი, საქართველოს, რუსეთი. ხო. ჩაბახარის პორტი და არც ირან აზერბაიჯანი რამდენად მორიგდებიან ერთმანეთში არ ვიცი, მაგრამ სომხეთის გავლით ხო საქართველოს და ეს რკინიგზა მნიშვნელოვანი რამე და თუ კი ახლა აქედან საქართველოს მონაკვეთით გადაჭრიან ამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანს, რატომაც არ უნდა გადაჭრან? რატომ არ დაგისვავენ ამ მოთხოვნას? რა, ისინი თვლიან რომ თეთრი სახიბისთვის თუ შენ მოკვდები, შენ ბედნიერი უნდა იყო ამით. მადლობა გადაუხა. ხო და გაუკვირდათ კიდეც რომ აი ჩვენ თვითმკვლელობაზე უარი ვთქვით, იმიტომ რომ გადავწყვეტეთ რომ თეთრი სახიბისთვის ჩვენ არ ვაპირებთ სიკვდილს, იმიტომ რომ მაგაცი არანაკლებ თეთრები ვართ რა. და აი ეს რა მაინტერესებს კიდე აი შიგნით ევროკავშირში ეს ბაზრის აი ეს კონგრესი რა ქვია კოტები წარმოებაზე ხო არსებობს ეხლა ბულგარეთი როა ვიყოთ ევროკავშირში რო გაწევრიანდა ბულგარეთი გაწევრიანდა თუ არა ევროკავშირში სოფლის მეურნეობას ადაიმას გაწევრიანდა თუ არა ევროკავშირში ბულგარეთს უხდიდნენ სუბსიდიებს იმაში რომ გაენადგურებინა თავისი კვების მრეწველობა რომელიც იყო უძლიერესი კვების მრეწველობა უძლიერესი ინფრასტრუქტურა რომელიც აი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე იყო კვების მრეწველობის ბულგარეთი მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლატვიაში დაიხურა დამავიწყდა ატომური ელექტროსადგურის სახელი დაიხურა ეს ატომური ელექტროსადგური 2 წლის წინ იყო ზუსტად როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ეგენ ხო საერთოდ ყოველთვის პარავოზის წინ დარბიან ეს ანაკარენინასავით ხო საზეიმო ვითარებაში გამოერთენ აი ამ ენერგოსისტემას რომელიც მოიცავს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთს ბელორუსიას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს და აღარ მიიღეს ოკუპანტური დენი. სხვა შორის არ დავიზარდე და შევედი დავავიწყებ საიტის დასახელება, მაგრამ ევროპის ელექტროენერგიის ფასები არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რა, საბითუმო ფასები. რომელიც არის ლაივ რეჟიმში რა, 7-24 რეჟიმში გიშვენებს როდის რა ფასებია და ასევე შეგიძლია ამოიღო ისტორიული მონაცემებიც რა, დროითი მწკრივი. და აღმოჩნდა ეგეც საინტერესო რამე რომ მინიმუმ საშუალო 3-ჯერ 4-ჯერ გაზვირდა ელექტროენერგია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამის შემდეგ. დემოკრატიული ენერგია რომელიც მიიღეს რა, ელექტროენერგია. ხო, იცით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ეს რაციონალური არ არის, ხო? მაშინ მოკლედ ამას გვთავაზობენ და მე არ მესმის ახლა რატომ უნდა ვიყო ბედნიერი აქ გაწევრიანება. ეს რომ მე ერთ პერიოდი მეძახოდნენ ევროსკეპტიკოსი ხარ. მე არა ვარ სკეპტიკოსი ბატონო. სკეპსისი ნიშნავს ეჭვს. მე ახლა ეჭვს არ მეპარებ. მე წაიკითხეთ და ნახავ თვითონ. ეგ არის ხო, მაგიტო არა აქვს ადამიანს წაკითხო და კიდე ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და ყავს ყველაზე ის აი რასაც აი ღვინო არის მთავარი ჩვენი ხო რაღაც ექსპორტზე და ზოგადად ღვინის ექსპორტი უკაცრავად და თქვენ რომ მითხარით ეს კვოტები, წარმოების კვოტები.
სწორედ მაგიტომ ქოქოზე და ბანანზე რასაც არ ვაწარმოებთ ის თავის ანუ ნულოვანი ტარიფები გვაქვს, მაგრამ ბაზრის მოსაკრებებს ღვინოზე და ბადაგზე გვხსევინებთ. მოსაკრებელია, იმიტომ რომ ახლა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთია მონოპოლისტი, ხო, ჩვენ ვინ მოგცნეს, ხო, მაგათთან კონკურენცია. არა, იმაჯერ შიგნითკენ თავის თავპირისპირება აქვს, შიგნითკენ ხო, თავი კონკურენცია აქვს ერთმანეთთან, ხო. რასაკვირველია. ჩვენთან ბევრად ჯობია ეს ღვინო ობიექტურად და სუბიექტურადაც ესე არის და თან იაფიც იქნება, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ პრინციპში რატო უნდა იყოს ჩვენი ღვინო იაფი? მე მაგალითად ჩვენთან რო ღვინოს დალე, მე ეგეთ კლასის ღვინო არ სადაა. არა, მაგას გულს არა, ხო, შეიძლება უფრო იაფი გვიждდებოდეთ, ჩვენ ვიდრე იქ გვიждდებოდეთ იმათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, პირდაპირ ხო წერია რა, ის ხო ჩვენ ხო ამას არ ვიგონებთ, ეს პირდაპირ წერია, რომ რაც ჩვენ გვაქვს, მაგათი მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაცა იმაზე რაღაცა ზედმეტ ფასს გვახტევინებენ და რაც ჩვენთვის საერთოდ არც ვაწარმოებთ, იმაზე საერთოდ ეს არის. ნახო, მე კიდევ ვიმეორებ, რაღაცა თქვი და კიდე გავიმეორებ რა, კინოებით ვაზროვნებთ რა და კინოებით უყურებთ, თუმცა იმ კინოებსაც შინაარსით ბევრი ვერც უყურებდით რა, ეხლა გადასარევია მაგალითად ეხლა სოფი ლორენი და რომი შნაიდერი რომ არიან და ოდრი ჰეპბერნი ეხლა ეგ სოციალურ ქსოვილს მაინც და მაინც არ აქვს ყურადღებას რა, მაგრამ ეხლა ამ გადასახედიდან იმავე ფილმებს უყურებ, იქ სულ სხვა რაღაცეები ჩანს ეხლა რა. ხო, ეგრეა, კი, მეც ახლა ბავშვობაში რაღაცა ფილმებს რო უყურებდი, სულ სხვანაირად მქონდა ახკუნი, მაგრამ ეხლა რო უყურებ, საერთოდ სხვა რეალობა. ყველაფერს გუცველად გველაპარაკებიან. ნებისმიერ რაღაცაში რო აიღო, წიგნებს წერენ, პირდაპირ გეუნებიან, ანუ უნდა ჯოზეფ ნაირო აიღო და ბილი ძალა რო აიკითხო და რო ნახო. კი ბატონო, ჯონ პერკინსის ეკონომიკური გულელის აღსარება პირდაპირ გეუნებიან, არ გვიმალავენ არაფერს. ესენ რა მდგომარეობაში, რასაც გვატყობენ იმას იჯერებენ და რასაც სიმართლეს გეუნებენ იმას არ იჯერებენ. ამ მდგომარეობაში. ხო და ამიტომაც ვამხვრევ, ჩვენთვის ეს რაციონალური გადაწყვეტილება რამდენად იქნება, არ ვიცი. ისიც გაგიხილავს თავისი პროგრამის დამატებად. აი თუ არის რაღაცა თუ და რაღაცა აი მაგალითად აი რა დივიდენდებს მივიღე. იცი დაპირებები არის ესეთი რა, ყველაფერს კარგს გაუმარჯოს. სადღეგრძელოებია რა თქმა უნდა. ჩაშლილი არ არის. რა თქმა უნდა ჩაშლილი არ არის, ეხლა არანაირ აფერს არ კვირდებიან ეხლა და დანარჩენი ვალდებულებები რაც არის არაფერი არ არის შემთთვის სასარგებლო. იმავე ინვესტიციებზე რომ ვამბობდი დაუშვათ, იმავე კომპანიების მუშაობაზე არის უპირატეს ხელშეწყობის რეჟიმის მოთხოვნები, ხო? რომ აბსოლუტურად თანაბარი უნდა იყოს, მიდგომა არ შეიძლება შენ კომპანიას მიცე რაღაც უპირატესი რეჟიმი. არ შეიძლება რა აკრძალული გქოს ეს. ეხლა მითხარი რა შანსი აქვს შენ ემბრიონულ მდგომარეობაში ვყოფ სამეწარმეო სექტორს ევროპული დიდი გამოცდილების მქონე და ფინანსურ რესურსებზე შეუდარებლად უკეთესი ხელმისაწვდომების მქონე ეკონომიკურ აგენტებთან, ეკონომიკურ აქტორებთან რა. ნულოვანი შანსი აქვს. ეს ხელშეკრულება მთლიანად და საერთოდ მთელი ეს ევროკავშირის იდეა ეხება ემსახურება ერთადერთ რამეს, კაროლინგური ბირთვის სახელმწიფოების დომინირების შენარჩუნებას ევროპაში. გერმანია, ნუ ადრე დიდი გერმანია, იტალიის ჩრდილოეთიდანში. ხო, იტალია არ არის. იტალია ერთ-ერთი მთავარია მან. ნო, იტალია მთავარი. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. ნუ ადრე ხო ეხა ხო აღარ არის, მაგრამ ესეც არავინ არ თქვას რა. დიდი ბრიტანეთი გავიდა იქედან, მაგრამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მისამართი სად არის, იცით? ხო. ლონდონში ტრიტონ სკვეარ 4 მე მგონი. ლონდონში. არა, ხო, რა თქმა უნდა, ეგ რა. მანამდე აი ამ ცოტა სულიერი მხარეზე მინდა რაღაც 1-2 სიტყვი თქვა ამ ერთსქესიანთა ქორწინებაზე და მაგაზე მე სპეციალურად არ ვლაპარაკობ, არასდროს რატომ იცით? რა თქმა უნდა, ხა ეგ ერთ-ერთი მთავარი ზნეობრივი ასპექტები, საერთოდ ზნეობრივი ასპექტები არის ყველაფერში ყველაზე მთავარი. მაგრამ მაგაზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ მაგაზე კონტრარგუმენტი არის შეიძლება იყოს უბრალოდ ხმაური, რომელსაც მე ხმაურით ვერ ვაჯობებ რა. და ეს ყველაფერი არის დაწერილი ზომვადი ვალდებულებები აქ და ახლა გეუბნება ამას ყველაფერს.
მიხდი ხო, რასაც ანუ მაგრამ მაგალითი მინდა მოვიყვანო უბრალოდ აი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 16 ქვეყანაში ერთგეცენ ქორწინება არის დაკანონებული. დანარჩენში არ არის, მაგრამ აქ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ისი არის, რომ მაგალითად ამ ერთგეციანთა ქორწინებაში ანუ იქიდან ქვეყნიდან თუ ჩავა იმ ქვეყანას, სადაც არ არის იქ ავალდებოდეს, რომ ის წყვილი შენ უნდა აყე, მაგრამ ჩვენ თუ გავწევრიანდებით ევროკავშირში და ერთგეციან ქორწინება ჩვენთან არ იქნება დაკანონებული, მაგრამ რაღაცა ვიღაც წყვილი ჩამოვა ჩვენთან, რომელიც დაოჯახებული ჩვენ ესენი უნდა ვაღიაროთ რა. კიდე პოლონეთი რომ მოყავთ მაგალითად, რომ აი პოლონეთი ებრძვის კი მართლა ეგრე ხალხი ებრძვის ბოლომდე, მაგრამ პრაიდი იქაც ტარდება. 27 ქვეყანაში ტარდება პრაიდები მაგალითად და პოლონეთში პოლიციის კორდონები და იქ ლეწვები მიდის ამ ხალხის და აი ყველანაირ ებრძვის ხალხი, მაგრამ ეს მაინც ტარდება. ჩვენთვის ახლა გასაგებია ეკონომიკური ნაწილი, სოციალური ნაწილი და მატერიალური მნიშვნელოვანია. ეს სულიერი მხარეც აქითაც ესეც ძალიან ისეთი მომენტები არის. გასაგურველია. კიდევ მეორე მე მაგაზე რატო არ ვაკეთებ აქცენტს? მაგაზე უჩემოდებს ბევრი ლაპარაკოს, კი, ხო. არა, ხო. ამას არ ეხებიან არავინ და მე ამ კონტრარგუმენტად ეს აქვს, რომ თქვენ რაღაც შეთქმულებების თეორიებს იგონებთ და ამ დროსით ჩვენ ეკონომიკური სამოთხე გველოდება. არა ბატონებო, ჩვენ ამ სუფრაზე მენიუში ვართ, კერძად ვართ დაპატიჟებული. კი, ეგრეა. კოეფიციენტებიც არა ვართ. გადაცემამდე რო საუბრობდით, ეხა ეპიშტეინზეც ხო იყო საუბრები ადრე რომ რაღაც ეს შეთქმულების თეორიები იყო, ხო? ხო, რა თქმა უნდა, საერთოდ და რამეც რო იტყოდ, მაგრამ ხო გამოჩნდა. აი, თორემ შემიძლია გითხრათ ერთი რამე რომ ეგრე მოქირქილეები ვინც არიან, ქირქილოზავრებს ვეძახე მე მაგათ. ქირქილოზავრებს არ შეეხება აი ეს რომ შეთქმულებების თეორიებიაო. მე მინდა გითხრათ რომ მთელი ისტორია კაცობრიობის რაც ჩვენ გვახსოვს ეს არის შეთქმულებების პრაქტიკა. თეორია არ არის, ეს პრაქტიკაა. და სწორედ ეს შეთქმულებები არის მთელი ყველაფერი რა, ეს მთელი ისტორია ეს არის. ხოლო შეთქმულება ესეთი რამეა, რომელსაც ხელმოწერილი დოკუმენტით არ დასტურდება და ბეჭედ დარწმუნდა. რა თქმა უნდა. ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტით დადასტურებული ხელშეკრულება, რაც მე ისტორიაში წამიკითხავს, იყო ბუღა თურქის შეთქმულება ჩოფან ყაენის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენთვის დემეტრე თავდადებული მოყვა მერე. დანარჩენი არც ერთი ხელშეკრულება, არც ერთი კარტელური გარიგება ხელმოწერილი დოკუმენტით არ არის და რატიფიცირებული არ არის. ყველა მათგანი არის ვერბალური შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ ეს სულაც არნიშნავს იმას, რომ ამ ვერბალურ შეთანხმებას ხელმოწერილი დოკუმენტზე ნაკლები ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ეგრეა და ეს ბოლო შეკითხვა ეს რიტიკულ შეკითხვას დაგისვამთ, რა სუვერენიტეტს რა ხდება აი ჩვენ მაგალითად ეხლა რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში აი ჩვენ ხო არის საუბარი აქ რომ ჩვენ არა ხო ისე ჰიპოთეტურად რო ვთქვათ რომ აი ყველა იზავს ჩვენ სუვერენიტეტს იქ არ დავკარგავთ და არც ერთი ქვეყანას არა დაკარგული ეს ხო არის ხო არა რა თქმა უნდა ხო იმითო ტერიტორიული შეკითხვა არის ეხლა არის ხალხი იქ ნუ დავუშვათ ეხლა ევროკომისრები ამ დროს ჩვენ საბჭოთა კავშირის საბჭოთა კომისრებზე რაღაც ეს ამრაზე twins ლაპარაკობს ის ევროკომისრები ვინ არიან ხო კომისრები რომელიც არავის არჩეული არ არის და აი ამ ბრიუსელის ბიუროკრატიას რა დამოკიდებულება აქვს იგივე უნგრეთის მთავრობასთან ხო უნგრეთმა სუვერენიტეტი რა ხდება სლოვაკეთში უნგრეთში რა უარი მიგრანტების აი წარაუგონო მიღებაზე რაც დემოგრაფიულ კატასტროფას უქადოდა უნგრეთს და უზარმაზარი ჯარიმები გამოუწერეს. იმავე პოლონეთმა თუნდაც ანტი-LGBT მაგაზე ჯარიმები კი ხო. პოლონეთი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი კონსერვატიული კათოლიკური ქვეყანა. კათოლიციზმი პოლონეთში იყო მთავარი ბაზა ანტისაბჭოთა განწყობის და ამიტომაც არის ესეთი კათოლიკური ეს რა. და ამიტომაც პოლონეთს ძალიან დიდი ჯარიმების გადახდა უწევს მაგის გამო. იგივე სლოვაკეთში და ნებისმიერი სუვერენული ეროვნული ინტერესების გაფხაკუნებას კი აუცილებლად იწვევს ძალიან მძაფრ პროტესტს. კი და ჩვენ პატარა ქვეყანა კიდე იქ რო გავწევრიანდით ხა რადგან ჩაგვარდებიან აგერ პოლონეთსაც შვებიან. მე გითხარით რომ ჩვენ მაგ სუფრაზე მენიუში ვართ. კი არა ეგრეა კი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა კიდე შევიკრიბოთ და რაღაცა გამიხილოთ ეს თემები. საჭირო აუცილებელია რა ახლა უნდა გაიგოს სიმართლე რა ხდება რა ეხლა
ამისთვის რაღაც ეს გადაცემები უნდა გაკეთესო, უფრო მეტი ახალგაზრდებმა უფრო მეტი გაიგონ ამის შესახებ და რაღაცა ოცნებებით, ანუ აღქმებით არ იყვნენ რა, რაღაც ჩვენ ისეთ სამყაროს ცხოვრობ, რომ აღქმები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფაქტები რა, ფაქტს ეუბნები და არ ჯერ ადამიანს. მაგ ახმებს აქ ერთი საშინელი რამე რომ მაგ ახმებზე რატომ არის აქცენტი გაკეთებული რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ხელგულზე რომელიც მე უკვე ბოდიში რა გამომიდო გრევის დაწყებას არაფერი არ უნდა გრევა უცებ ხდება და აშენება ხანგრძლივი პროცესია რა თქმა უნდა მადლობა ჩვენთან იყავით მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ